ხომ არსებობენ ისეთი სულები, რომლებიც ჩვენს დაძახებაზე დაუყოვნებლივ გამოცხადდებია. ამ რიტუალებზე ეცადეთ არ შემოგეყაროთ ისეთი ადამიანები, რომლებიც სულში ატარებენ კრავის სიხლარხოს. ამისათვის კი ისევ შთაგონების ძალით განვაცალკევოთ რელიგიური ადამიანები არარელიგიურისაგან. მაგრამ თუ მაინც შევამჩნევთ, რომ სეანს ესწრებიან მორწმუნენი, გაეცადეთ იქავრობას, რომ მათ არ მოგაყენონ კონტრდარტყმა. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამ რელიგიურ ხალხსაც უჩნდება დაუოკებელი სურვილი ნახონ ეს რიტუალი. მაშინ ჩათვალეთ, რომ სასურველი გარემოა შექმნილი და თამამად შეუდექით თქვენ საქმიანობას. და მათ გაუჩნდებათ სურვილი ჰქონდეთ კავშირი ღმერთთან კი არა, ჩვენთან. და როცა დადგება დრო და ისინი ასეთ სეანსებზე ყოფნას ამჯობინებენ ეკლესიაში სიარულს, ჩათვალეთ, რომ თქვენი მიზანი მიღწეულია. შეკრებებზე გამოიყენენ სასწაულთა ყველანაირი ფორმა, მაგიდების განაადგილება, საქმეების მაღლა ხელშეუხებლად ავარდნა, კაკუნი, ხოლო როცა მიაღწევთ მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებას, იმოქმედეთ მათზე, ახლობელთა სულების მსგავსებით. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მძლავრი იარაღი ჩვენი მიზნების მისაღწევად. ეს არის ჩვენი ძის დაბადება, რომელსაც კრავის ერთგულნი ანტიქრისტეს ეძახიან. ანტიქრისტე კაცობრიობის მთელი ცოდნითაა შეიარაღებული. საერთოდ ჩვენი მაგიის მთავარი იარაღია სწავლება ღმერთის არარსებობის შესახებ. და როცა ადამიანები ამას იწამებენ, მაშინ მათთან გაიგზავნება ანტიქრისტე. ქრისტეს ნაცვლად იგი შთააგონებს მათ, რომ მთავარია მოიპოვონ ამ ქვეყნიური სიამენი, სიმდიდრე, სწამუნდასვა, იყვნენ მაცხარნი და მაშინ ხალხიც მიიღებს ქრისტიანობის ნაცვლად სხვა რელიგიას, ჩვენს რელიგიას. და აიგება ახალი სახელმწიფო, ჩვენს მხარეზე იქნებიან რჩეულნი და რჩება მხოლოდ ვიწროწვრე მორწმუნეთა, რომლებიც განიბნევიან დედამიწაზე. მაშინ ჩვენ მოკავშირე ადამიანებთან ერთად შევექმნებით უკანასკნელ ბრძოლაში და დავამყარებთ ჩვენს ხელისუფლებას. და თუ ეს უკანასკნელი ბრძოლა არ მოგვიტანს გამარჯვებას, იმას მაინც მივახცევთ, რომ თან წავიყოლებთ საუკუნო სატანჯველში იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები გახდებიან. მერე კი იქ, იმ სატანჯველში ვიბატონებთ მათზე. შეიგნეთ ჩემი ერთგულო მსახურნო, მას კარგად შეითვისეთ იგი. ერთხმად შესძახეს ჯოჯოხეთის ძალებმა. ლუციფერი გაიჭიმა მთელ სიგრძეზე. საშინელი უჩხუბად და აღრჭიალად ღმერთი. თავის ლეგიონთან ერთად სკოლის ფსკერისაკენ გაეკანა. ხალხი ჰიპნოზის ქვეშაა. არაჩვეულებრივი საშინელი ძალა მოვიდა მოქმედებაში. ეს ძალა არსებობს ჰაერში. ყველგან აღწევს. ადრე ჭაობი და უღრანი ტყეები იყო ამ ძალთა სამყოფელი. რადგან ადამიანები ტაძრებში დადიოდნენ. სახლები დაცული ჰქონდათ სახატვი კუთხეებით, კანდელებით, კურთხევით. ეშმაკები გვერდსუვლიდნენ ასეთ სახლებს. ახლა კი ბრუწმუნოებითა და ღვთიდან განდგომილებით
თვით ადამიანებიც აღივსებიან ეშმაკებით. იესო ტკბილო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.